31 იანვარს სტარტს აიღებს საქართველოს რეგულარული საკალათბურთო სუპერლიგის მეორე წრე. გასული პირველობის გამარჯვებული ქუთაისი გურჯაანის დელტას უმასპინძლებს. სტუმართა გუნდის მენეჯერის დათო ფიროშვილის განმარტებით, ეს ამ გუნდების რიგით მეექვსე დაპირისპირება არის, საიდანაც 4-ში ქუთათურებმა იმარჯვეს, 1-ში დამარცხდნენ და ბურთების საერთო ბალანსით 28 ქულიან უპირატესობას ფლობენ, თუმცა ორივე კლუბს დღეისათვის ქულათა თანაბარი რაოდენობა აქვს და გათამაშების სატურნირო ცხრილში მეოთხე-მეხუთე ადგილებს იყოფენ. ერთიანი შესვენების შემდეგ 31 იანვარს გაიმართება სუპერლიგის მეორე წრის პირველი ტურის შეხვედრები. გურჯაანის დელტა გასვლით იმარჯვებს გამართავს ქუთაისში ადგილობრივ გუნდთან. აქედან გამომდინარე ეს თამაში იქნება ძალიან დაძაბული. ჩვენ ხვდებით საქართველოს ჩემპიონატს და ქუთაისის გუნდი არის სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილას, ხოლო გურჯაანის გუნდი მეხუთე ადგილას და ეს თამაში იქნება ორივე გუნდისთვის ძალიან პრინციპული. მე მინდა წარმატება უსურვო ბიჭებს ამ შეხვედრაში და იმედია მეორე წრეს გამარჯვებით დავიწყებ.